თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვები გრძელდება. საქმე ეხება გუშინ დაკავებულ 30-მდე პირს. სასამართლომ უკვე განიხილა ლია მუშკუდიანის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეები. ორივე მათგანი სამართალ დამრღვევადაა ცნობილი და სხვადასხვა რაოდენობის დღით პატიმრობა შეუფარდეს. დღესვე გაიმართება სხვა სასამართლო პროცესებიც. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე სამართალ დამცავებმა პარლამენტთან დემონსტრანტების ნაწილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი საავტომობილო გზის გახსნასთან დაკავშირებით პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მანამდე აქციის რამდენიმე მონაწილეს და ავტომობილების მძღოლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა. ის პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა აქციის ერთი მონაწილე, რომელიც შეხლა შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა. განვითარებული მოვლენებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული. მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია შალგულიძეც. დედაქალაქის მთავარი გამზირი აქციის დაწყებისას 20 წუთით გადაიკეტა. ამის შემდეგ კი საავტომობილო გზა ჩვეულ რეჟიმში გაიხსნა. 27 პირზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, ვინც იყვნენ დაკავებულები და ვინც მოვინახულეთ იზოლატორებში. სხვადასხვა ადვოკატებმა დღეს ვეცდებით, რომ 27-ვე პირი, ვისაც არ ეყოლება ადვოკატი, ყველა დაუცველი არ დასჭეს არც ერთი მათგან და ყველა დავიცვათ. ამ შემთხვევაში დავაკანებთ შუანგომოს, რომ გადაიდოს საფრთხის განხილვა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ მოგცემია საკმარისი დრო და საშუალება იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა მტკიცებულები და გავცნობოდით მასალებს. ამ შემთხვევაში პრაქტიკიდან გამომდინარე მგონია, რომ არ დააკმაყოფილებენ შუანგომობას, თუმცა სამართლიანი სასამართლოს მიზნებიდან და სამართლის მიწევის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს საქმის გადადების შუანგომა. ვიდეო მტკიცებულება ძალიან საინტერესოა, რომ წარმოდგენილი ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქოს პოლიციელები მოუწოდებდნენ ქართულად. ბატონ ავგანს კარგად მოგიხსენებათ, რომ ქართული საერთოდ არ ესმის და არც ვიდეო მტკიცებულებებში არ ჩანდა ის ფაქტი, რომ იმ დროს, როდესაც მოწოდება განხორციელდა, ის ადგილზე იმყოფებოდა. ის პარალელურად არის როგორც აქციის მონაწილე, ასევე საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სისტემატურად აშუქებს აქციის მიმდინარეობას, მუდმივად დებს იქიდან ვიდეო კადრებს.